ყოველ მესამე ქალს აქვს ვარიკოზული ვენები და კიდევ უფრო ბევრს საწყისი ეტაპი და იმის პოტენცია რომ განუვითარდეს. კაცებშიც ხშირია, ამიტომ უზარმაზარი პრობლემაა. ადამიანები რო იტყვიან რომ აი საღამოთი რომ მოდივარ სახლში, სიმძიმის შეგრძნება მაქვს ფეხებში, ან იტყვიან რომ აი ფეხები მიშუპდება და მე დილით კარგად ვარ. ან ზოგჯერ ვენები ხილულია და გამობერილია და ფიზიკურად ხედავს ადამიანი. ან ობობასავით ვენები აქვს ადამიანს ლურჯი, მაგალითად მუხლის უკანა მხარეს, ან ბარძაყზე, ან წვივზე და შეიძლება არც გავდეს დიდად ვარიკოზულ ვენებს, მაგრამ ეგ საწყისი ეტაპია და ეგ ნიშნავს, რომ ამ ადამიანს დიდი ალბათობით განუვითარდება ვარიკოზული ვენები. ვარიკოზული ვენები არის, რასაც ხედავთ ის ფეხებზე, გასქელებული ვენები დაკლაკნილი, რომელიც არის თან გამობერილი და თან არის უფრო გაფართოებული, ვიდრე უნდა იყოს. პრობლემა რაში მდგომარეობს, ახლა რატო ხდება? არის რამდენიმე ფაქტორი, რის გამოც ვენები ზიანდება. ვენები ზიანდება ნიშნავს, რომ ვენა უნდა ატარებდეს სისხლს ერთი მიმართულებით, ფეხებიდან გულისკენ ზევით. და ეს ფუნქცია ვენის როცა ზიანდება, ანუ ვენას აქვს სარქლები და ეს სარქლები უნდა მუშაობდეს, რომ ატარებდეს სისხლს ერთი მიმართულებით და ეს სარქლები როცა ზიანდება, მაშინ უკანაც ჩამოდის სისხლი. შეგუბება ხდება ვენებში, შეგუბება რო ხდება, ვენებში წნევა იზრდება და მე ეს ფართოვდება ეს ზედაპირული ვენები და ვარიკოზულ ვენებს ვხედავთ. და მე სიმპტომებიც არის, რა თქმა უნდა, ანუ ეს სითხე სისხლიდან, სითხე ჩაიღვრება ფეხებში, ფეხები შუპდება, ეს შეშუპებული ფეხები და წნევა აწვება უჯრედებს, სისხლის მოქცევა მცირდება, ჟანგბადის მიწოდება მცირდება კანისთვის და გართულებებით ვითარდება მერე. გინახიან შეიძლება რომ ასაკოვან ხალხს ფეხები შეფერილი რო აქვს ხოლმე სხვა ფრად, ანუ გამუქებული აქვს გარშემო და კანი გაუხეშებული აქვს ხოლმე და ეს ეგ ვარიკოზული ვენების ბოლო სტადია. სტადიები აქვს. იწყება თავიდან პირველით და მე-6-მდე გრძელდება ვარიკოზული ვენების სირთულე და სტადიები. პირველი სტადია არის უბრალოდ ობობასებრი ვენები, რომელიც შეიძლება ეს უბრალოდ იყოს ლურჯი ხაზები, ლურჯი მომწვანო ხაზები, რომელიც კანქვეშ ჩანს. ვერ იტყვი რომ რაღაც გაფართოებულია რაღაცა, მაგრამ გოგოებს ძალიან ხშირად აქვს, მოკლედ ეგ არ არის იშვიათი, ძალიან ბევრ ადამიანს აქვს. განსაკუთრებით იმ ადამიანებს, ვისაც დიდხანს უწევს დგომა, ან დიდხანს უწევს ჭდომა. დიდხანს დგომა და ჭდომა მნიშვნელოვანი რისკ ფაქტორია ვარიკოზული ვენებისთვის. მეორეს მხრივ გენეტიკას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. გენეტიკურად ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, თუ მშობელს აქვს ვარიკოზული ვენები, დიდი ალბათობაა რომ შვილსაც ჰქონდეს. კაცებშიც არის, ეგრე არ არის რომ კაცებში არ იყოს, კაცების 15%-ს აქვს ვარიკოზული ვენები. მეტიც კაცებში ვითარდება უფრო გვიან, იმიტომ რომ ზოგადად უფრო გამძლე ვენები აქვთ კაცებს, მაგრამ როცა ვითარდება, უფრო მნიშვნელოვნად არის გამოხატული და უფრო პრობლემურია, ანუ საფრთხეს უქმნის გართულებების მხრივ კაცს. ამიტომ კაცებშიც მნიშვნელოვანი პრობლემაა, არა მარტო ქალებში, თუმცა ქალებს ვინაიდან ესტროგენების გამო, პროგესტერონის გამო, ქალური ჰორმონების გამო, ეს ჰორმონები ასუსტებს ვენის კედელს. და ვენის კედელის დასუსტება იწვევს იმას, რომ მერე ვითარდება ამ ვენების გაფართოება და სარქლის მოშლა და ვარიკოზული ვენები. ასევე ასაკს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ასაკთან ერთად ცილების სინთეზი და კოლაგენის სინთეზი მცირდება, რომელიც ვენის სიმტკიცეს განაპირობებს და ეგ ბუნებრივად რომ მოიშლება, ქალი მიდრეკილია. ზოგადად კაცს უფრო ძლიერი შემაერთებელი ქსოვილი აქვს, ამიტომ არის რომ კაცის ვენები უფრო მტკიცეა და კაცის შემთხვევაში უფრო იშვიათად ვითარდება. ვარიკოზული ვენები არ არის ცალკე მდგომი პრობლემა რეალურად. თვითონ ვარიკოზული ვენები რამდენიმე გართულებას იწვევს, მაგრამ დამატებით კიდე ასოცირებულია რამდენიმე მნიშვნელოვან პრობლემასთან. ჯერ თვითონ რა გართულებებს იწვევს. მნიშვნელოვანი გართულება არის
ფეხის წყლები შეიძლება განვითარდეს ადამიანს, ვისაც მაღალი ხარისხის, ანუ მე-6 სტადიის ვარიკოზული ვენები აქვს და ეს წყლები შეიძლება ვერ მოირჩინოს, იმიტომ რომ იმდენად დარღვეული იყოს ქსოვილების კვება, ანუ სისხლი ვერ კვებას ქსოვილებს და შესაბამისად წყლები ვითარდება. ეს ძალიან დიდი პრობლემაა. შეიძლება ლიმფედემა განვითარდეს, ანუ ლიმფური სისტემის უკუდინება დაირღვეს და ეგეც დამატებითი მნიშვნელოვანი პრობლემაა. შეიძლება ცელულიტი განვითარდეს, ან წითელი ქარი განვითარდეს, ინფექცია შეიჭრას ამ დაზიანებულ ფეხში, დაზიანებულ ადგილებში და ადვილად არ განიკურნოს და სიცოცხლისთვის რისკის საფრთხეც აღმოჩნდეს. მეორეს მხრივ აი ეს ვარიკოზული ვენები ასოცირებულია უფრო მნიშვნელოვან პრობლემასთან, ღრმა ვენების თრომბოსთან. ადამიანებს, რომელსაც აქვთ ვარიკოზული ვენები, აქვთ 5-ჯერ მომატებული რისკი ღრმა ვენების თრომბოზის და ფილტვების ემბოლიის, რაც თავის მხრივ კიდე დიდი პრობლემაა. ოღონდ ეგ გვიანი ცხოვრების განმავლობაშია ეგ რისკი. ანუ ახლა ისა ახალგაზრდა გოგონას ან ახალგაზრდა ქალს თუ ვარიკოზული ვენები აქვს, ეს არნიშნავს იმას, რომ ღრმა ვენების თრომბოზი დაემართება, მაგრამ ამ რისკის შესახებ ინფორმირებული უნდა ვიყოთ ცხოვრების მომავალ ნაწილში. ამიტომ მნიშვნელოვანია. მეორეს მხრივ ღრმა ვენების თრომბოზი თვითონ დიდი პრობლემაა და ზოგჯერ სიცოცხლის საშიში, ამიტომ ყურადღების მიღმა არ უნდა დავტოვოთ. ვარიკოზული ვენები ასევე ასოცირებულია გულსისხლძარღვთა პრობლემებთან. ანუ უნდა იცოდეს ადამიანმა, რომ თუ ვარიკოზული ვენები აქვს, მომავალში გულს განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოს. თუმცა თვითონ ეს ვარიკოზული ვენების ბრალი არ არის. ეს სავარაუდოდ არის ბრალი იმისი, რომ ადამიანი ჭარბწონიანია, ნაკლებს მოძრაობს, დიდხანს დგას ან დიდხანს ზის. ანუ ცხოვრებისეული რისკ ფაქტორებია. დიაგნოზი როგორ ისმევა ვარიკოზული ვენების? შეხედავ და გაიგებ, რომ ვარიკოზული ვენებია. ვარიკოზული ვენების, ანუ თვითონ ვენების დილატაცია 3 მმ-ზე დიდზე უკვე ითვლება, რომ ვარიკოზული ვენებია. ასევე როცა რეფლუქსია, ანუ სისხლი უკან ჩამოდის ვენებში. ეს დოპლერით ამის შემჩნევა შესაძლებელია და როცა ეს დოპლერით დგინდება, დოპლერი არის ულტრაბგერა. ულტრაბგერა არის აპარატი, რომელთაც დაადებს და ულტრაბგერებს უშვებს და იქ ნახულობ რა ხდება სისხლძარღვებში და რა ხდება ქსოვილებში და მერე დოპლერი კიდე ხედავს სისხლის საითმის, იქით მიდის და აქეთ მოდის და შეუძლია ვენური და არტერიული სისხლების გარჩევა ერთმანეთისგან, საითმიდის სისხლი მაგის დადგენა შეუძლია მოკლედ. ხო. და მაგით შესაძლებელია ვარიკოზული ვენების განსაზღვრა აქვს თუ არა ადამიანს. თუმცა დახედვი ყველაზე კარგისა, დახედავ და მიხვდები აქვს თუ არა ეს ვენები. ეხლა რაც შეეხება მკურნალობა. მკურნალობაზე სანამ წამლებზე გადავალთ, მნიშვნელოვანია, რომ რამდენიმე ცხოვრებისეული მოდიფიცირებადი ფაქტორი არის, რაც უნდა გააკეთოს ადამიანმა. პირველია, რომ ჭარბი წონა არ უნდა ქონდეს. თუ კი ჭარბი წონა ექნება, მნიშვნელოვნად იზრდება ვარიკოზული ვენების განვითარების რისკი. ხო, აქ საუბარი არა იმაზე, რომ აი ნორმის ზედაზღვართან იყოს ადამიანი, ეგ არ არის პრობლემა, ან სულ ოდნავ პუტკუნა თუა, ეგეც არ არის პრობლემა. პრობლემა არის, როცა სიმსუქნე აქვს ადამიანს. მეორეს მხრივ მნიშვნელოვანი არის, რომ უმოძრაობა ან დგომა, ჯდომა დიდხანს არ შეიძლება, არ არის სასურველი. ყოველ 30 წუთში ერთხელ, თუ კი გიწევს დგომა ან ჯდომა, გაიარე, ძალიან მნიშვნელოვანია ეგ საკითხი. დღეში დაახლოებით 1 საათი უნდა იარო, ესეც ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან სიარული ამოძრავებს კუნთებს, განსაკუთრებით წვივის კუნთებისთვის არის მნიშვნელოვანი და წვივის კუნთები ასრულებს მეორნაირი გულის ფუნქციას, სისხლი ამოაქვს ზევით, მოკლედ აწვევა ვენებს და სისხლი ამოაქვს ზევით. ამიტომ ამ მნიშვნელოვანი სიარული ერთ-ერთი მნიშვნელოვანია. თუ ადამიანს ძალიან დიდი წონა აქვს, მოკლედ წონაში უნდა დაიკლოს, სიარული უნდა დაიწყოს, უმოძრავად არ უნდა იყოს და დღეში 2-ჯერ ან 3-ჯერ ფეხები 15 წუთის განმავლობაში უნდა შემოალაგოს ცოტა ზევით. გულის დონიდან უფრო ზევით უნდა იყოს, ანუ უხეშად რომ თქვა, თუ წამოწვება ადამიანი, ოდნავ ფეხების აწევაც საკმარისია. და დისკომფორტს მნიშვნელოვნად უმცირებს.
ახლა ვთქვათ, როგორი სიმძიმის და რა მიმდევრობით ვითარდება ვარიკოზული ვენები, 6 სტადია აქვს. პირველი სტადია არის, რომ იწყება ფეხებში სიმძიმის შეგრძნები დღამით, ანუ ესეც როცა ადამიანი ამბობს, რომ ფეხებში უბრალოდ სიმძიმის შეგრძნება აქვს, ესეც კი მიუთითებს, რომ ადამიანს ვარიკოზული ვენების პირველი სტადია აქვს როგორც წესი. მეორე სტადია არის, რომ გამოჩნდება ხოლმე ობობასებრი ვენები, ანუ კანქვეშ გამოჩნდება ლურჯი ხაზები, ლურჯი ვენები, ანუ მომწვანე ლურჯი ვენები გამოჩნდება. შემდეგ უკვე ეს შეშუპება გახდება მუდმივი ნიშნავს, რომ არ მოიხსნება, ან დილით ყველაფერი კარგად არ იქნება, ანუ თავიდან ფეხების საღამოებით უშუპდება ადამიანს, მერე დილით ჩვეულებრივად არის. ეგრე აღარ იქნება. მერე მუდმივად შეშუპებული ექნება ცოტა მეტად ფეხები. 4 სტადია არის, რომ პიგმენტაცია ხდება ხოლმე კანის, მოისფროთ, შეიფერება ხოლმე კანი და გაცქელდება და ეგზემა შეიძლება განვითარდეს, ვარიკოზულ ეგზემას ეძახიან ამას, ანუ კანის ქავილი და გაუხეშება განვითარდეს. და მეხუთე და მეექვსე სტადია არის, როცა უკვე წყლები ჩდება, თავიდან არის დროებითი წყლები, რომელიც ხორცდება და მერე არის წყლები, რომელიც არ ხორცდება. ვარიკოზულ ვენებს შეიძლება ქონდეთ სისხლდენაც. ეგეც გასათვალისწინებელია, სისხლი წამოვიდეს იქიდან. ვენური სისხლი, როგორც წესი, ეს სისხლდენა არა ისეთი რაღაც ადამიანი მოკლას, მაგრამ ყურადღება მისაქცევია, რა თქმა უნდა. ვარიკოზული ვენები იწყება ძირითადად ორსულობაში, ქალების შემთხვევაში, ორსულობის მერე ემჩნევათ ხოლმე მუცელში და წნევა რო იზრდება და ვენებზე დატვირთვა იზრდება, უმეტესად იმატებენ კიდევაც და ეგ არის ხოლმე მთავარი პრობლემა რეალურად. რაც ვთქვით, აი იმას ვარჯიში, ფეხების აწევაზევით, ის რომ გაიარო გამოიარო ყოველ 30 წუთში და თუ კი ადამიანი ჭარბწონიანი წონაში დაიკროს, მაგის გარდა მნიშვნელოვანია კომპრესიულ წინდებს ეძახიან, რომელიც ანუ ჩულქებივით არის ამოსაცმელია და 20-30 მილიმეტრი ვერცხლწლის სვეტით წნევას ქმნის რეალურად და მნიშვნელოვნად შველის. და რაც მთავარია პროგრესიას ამცირებს დაავადების და მაგიტოა მნიშვნელოვანი 80% შემთხვევაში ეფექტურია. საკმაოდ ეფექტურია მოკლედ იმ ადამიანებისთვის, ვისაც მნიშვნელოვნად აქვს გამოხატული, დღისით აცვიათ ხოლმე და მერე საღამოთი გაიხდიან ხოლმე ეგ არის ძირითადად. მაღალი ეფექტურობა აქვს საკმაოდ ამ კომპრესიულ წინდებს. ასევე დიოსმინ ჰესპერიდინის კომბინაცია, დეტრალექსივენოდიოლი ესენი არის დიოსმინ ჰესპერიდინები, რომელიც ხშირია. ეს კომბინაცია ერთ-ერთი ყველაზე ცნობილია, თუმცა არ ნიშნავს ცნობილობა, რომ აუცილებლად ყველაზე ეფექტურია, მაგრამ ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი კომბინაცია რეალურად ეს. ხო, დიოსმინ ჰესპერიდინი დღეში ერთხელ 1000 მილიგრამი მიიღება, ან დღეში ორჯერ მიიღება 500 მილიგრამით გრძელვადიანად თვეების წლების განმავლობაში და დაახლოებით 70% ამცირებს ხოლმე სიმპტომებს, პროგრესიასაც ამცირებს, ვენურ კედელს ამაგრებს და მაგითია ესეთი მნიშვნელოვანი ნუანტების საწინააღმდეგო მოქმედებაც აქვს. ცხენის წაბლა არის ესევე, ცხენის წაბლას ექსტრაქტი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული, რადგან ცხენის წაბლა ანთების საწინააღმდეგო მოქმედებაც აქვს, კაპილარების გამავლობასაც ამცირებს და ეხმარება და 300-600 მილიგრამი მიიღება ხოლმე 12 კვირის განმავლობაში. ზაფხულის ყველაზე ცხელი პერიოდის განმავლობაში იღებენ ხოლმე როგორც წესი, რომ ფეხების შეშუპება შეუმცირდეთ, თუმცა ცხენის წაბლაზე არის ჰეპატოტოქსიურობა ცოტა შემჩნეული, ამიტომ სიფრთხილით ინიშნება ხოლმე იმ ადამიანებში, ვისაც ღვიძლის რაიმე სერიოზული პრობლემა აქვს. პენტოქსიფილინი უფრო მეტად ვენური წყულებისთვის ინიშნება ხოლმე, ეგ არის მიკროცირკულაციას აუმჯობესებს და ქსოვილებში რო ჟანგბადი მივიდეს უკეთესად მაგას აუმჯობესებს და ტროქსერუტინი კიდე არის საკმაოდ ცნობილი, რომელიც ასევე მიიჩნევა უსაფრთხოდ 1000 მილი და ზოგადად რუტინები, ანუ რუტოზიდები, არ არის მარტო ტროქსერუტინი, სხვაებიც არის და საკმაოდ ეფექტურია. ტროქსერუტინი ერთ-ერთი ყველაზე ხშირად რაც ინიშნება ხოლმე ეგ არის. ეგ იმდენ გაიდლაინებში არ ზის, მაგრამ მაღალი ეფექტურობა აქვს ძალიან მაგასაც შესაბამისად აქტიურად იყენებენ ექიმები, იმიტომ რომ თავის მაღალი ეფექტურობიდან გამომდინარე, 1000-დან 2000 მილიგრამი ინიშნება ხოლმე გაყოფილი ორჯერადი დოზით.
დღის განმავლობაში ან რამდენიმე დოზად. რაც შეეხება უფრო ბოლომდე მკურნალობა, ვისაც უნდა მათთვის არის რადიოსიხშირული აბლაცია ან ლაზერული აბლაცია, ენდოვენურ აბლაციას ეძახიან. მოკლედ იმ ვენას ჩაკეტავენ და შესაბამისად სისხლის სხვა ვენებით მიედინება და ამით ეს პრობლემა გვარდება და დაავადების პროგრესიასაც ხელს უშლის. ანუ დაავადების მოდიფიცირება მკურნალობად მიიჩნევა, ეფექტურობა ძალიან მაღალი აქვს და ამიტომ ადამიანებს, რომელსაც მეორე უკვე ინიშნება არა იმ შემთხვევაში, როცა სიმძიმე აქვს მხოლოდ ადამიანის ფეხებში, არამედ უკვე ხილული ვარიკოზული ვენები თუ აქვს, ან მეორე სტადიიდან ინიშნება ეს აბლაცია ნებისმიერ სტადიაზე გამოსადეგია და საკმაოდ მაღალი ეფექტურობა აქვს. ნუ რაც მალე კეთდება, მით უკეთესი შედეგია ხოლმე ზოგადად. თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ სხვა ვენებს იცავს, ეს სხვა ვენებს ვერ დაიცავს. ანუ დაავადება შეიძლება პროგრესირდეს და სხვა ვენები გაფართოვდეს, ანუ ის ვენა, რომელიც აბლაცია გაკეთდება, განიკურნება, მოკლედ განიკურნება რა, სისხლი აღარ გაივლის და ეგ იქნება და მაგრამ სხვა ვენების გაფართოებას არ მის პრევენციას არ ახდენს ეს. ქირურგია რთული შემთხვევებისა, ასევე სკლეროზი არსებობს, ვენების სკლეროზს ახდენენ ხოლმე, ან foam sclerotherapy ქვია ინგლისურად, ქართულად კაფოვანი ესეთი დასახელება აქვს, თუმცა ზოგადად ეს აბლაცია, რადიოსიხშირული აბლაცია, ლაზერული აბლაცია უფრო მიღებულ მეთოდად ითვლება და რეალურად ოქროს სტანდარტივით არის მკურნალობაში. ქირურგია არის შემონახული რთული შემთხვევებისთვის და იშვიათი თუ ისეთი შემთხვევა, როცა აბლაცია შეუძლებელია, ქირურგია ამ დროს არის გამოსავალი, მაგრამ დღევანდელობაში იშვიათად იყენებენ. ახლა ვთქვათ კრემების შესახებ, კრემები თითქმის ყველანაირი კრემი არსებობს ვენებისთვის, მოკლედ დიოსმინ ჰესპერიდინი, ცხენისწაბლას კრემი, ტროქსერუტინის კრემი, ასევე ჰეპარინი, მოკლედ სხვა ეფექტურობები აქვს, თუმცა ტროქსერუტინის გელი მიიჩნევა, რომ ერთ-ერთი ყველაზე ეფექტურია, ჰეპარინი ნაკლები ეფექტურია, ნუ ანთების საწინააღმდეგო მოქმედება აქვს და ანუ ჰეპარინის ანთების საწინააღმდეგო მოქმედება აქვს და შეშუპებას ამცირებს, მაგრამ ნაკლებად ეფექტურია ტროქსერუტინის გელი მიიჩნევა ერთ-ერთ ყველაზე ეფექტურად მაგ გელებში, თუმცა დიოსმინ ჰესპერიდინის გელიც არსებობს, ცხენისწაბლას გელის, მაგრამ აბებთან შედარებით მოკლედ გელები ნაკლებად ეფექტურია. ახლა მოდი ვთქვათ, რა ვარჯიშებია ყველაზე ოპტიმალური იმისთვის, რომ ეს ვარიკოზული ვენები დავამარცხოთ. სიარული ყველაზე მნიშვნელოვანია დღეში 60 წუთის განმავლობაში, ასევე წვივის კუნთების მოშლა, გაშლა და შეკუმშვა, ანუ შენსკენ აი დაახლოებით ესეთი მოქმედების გაკეთება ფეხითო. ხო, მოხრა და გაშლა. და ასევე ველოსიპედით ვარჯიში, ან სტაციონარული ველოსიპედი, სახსირო ველოსიპედივით რო ატრიალებ ფეხებს, ეგეთი ვარჯიშები სურვად ძალიან მნიშვნელოვანია და ნუ ფეხების ზევით აწევა 15 წუთის განმავლობაში, ეგეც ძალიან მნიშვნელოვანია. ხო, ან ვარჯიშს ძალიან დიდი როლი აქვს ვარიკოზული ვენების მკურნალობაში და რა თქმა უნდა გულს ყურადღება უნდა მიაქციოს ადამიანმა გულსისხლძარღვთა სისტემას დროთა განმავლობაში. ეს იყო რისი თქმაც მინდოდა, მადლობა რომ მისმენთ, თუ მოგწონთ ჩემი ვიდეოები დალაიქეთ, თუ მოგწონთ ჩემი არხი გამოწერეთ, ვისაც გინდათ მხარდაჭერა არხის განვითარებაში, ამისთვის დონაციები შეგიძლიათ გააკეთოთ და მადლობელი ვარ ყველას, ვინც კი ვისაც გაუკეთებია დონაცია, ანგარიშის ნომრები მაქვს მითითებული აღწერაში და ასევე თუ დეტალური ინფორმაცია, დეტალურად ჩემთან გასაუბრება გინდათ ხოლმე დონაცია, მაგისთვის მაქვს პატრეონი და პატრეონზე შეგიძლიათ გამოიწვიოთ. პატრეონის ლინკიც მაქვს აღწერაში. მადლობა რომ მისმენთ და მადლობა რომ გაინტერესებთ.